როგორ ხედავთ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რა აზრის ხართ ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის თაობას გისმენთ? ქვეყანაში თვითმმართველობა ფაქტორად ფიქტიურია და ძალიან უხერხულიც არის ილაპარაკო რეალურად, რომ მაგალითად ზუგდიდში ან მაგალითად რა ვიცი, გორში სრულფასოვანი რაღაც თვითმმართველობა არსებობს. მეტიც აჭარაზეც რო ვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ავტონომია, იქაც ნათლად ჩანს, რომ როცა მაგალითად ბათუმის მერი გადააყენეს და მე დაუნიშნეს მერიც კი დაინიშნა საბოლოო ჯამში ნომინალურად ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამიტომ სინამდვილეში არანაირი ასეთი თვითმმართველობა არ გვაქვს თუ რა თქმა უნდა გარკვეულწილად გამონაკლისია თბილისი თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით, იმიტომ რომ თბილისის მერს პოლიტიკური ასე ვთქვათ გავლენა აქვს და აქვს რესურსი რომ რაღაც შესვალოს თბილისისთვის რაღაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამ კუთხით, მაგრამ ზოგადად არ გვაქვს და ამას რამდენი მიზეზი აქვს. ესეც ზოგადად რა არის თვითმმართველობა? ეს არის როცა მაგალითად ზუგდიდელები თვითონ აერჩევენ თავის პოლიციელს. და თბილისიდან არ დაუნიშნავენ პოლიციელს. იგივე მოხდება გურჯაანში, იგივე მოხდება გორში. ეს არის როცა ადგილობრივ დონეზე პირველი ინსტანციის მოსამართლეებს აერჩევენ. როგორც ეს მაგალითად ამერიკაში ხდება და ის მოსამართლე არა ცენტრალური მთავრობის და ასე ეგრეთ წოდებული კლანის წინაშე იქნება პასუხისმგებელი, არამედ იმ ხალხის წინაშე, ვინც მათ აერჩია. ეს არის როცა ადგილზე გადახდილი გადასახადები რჩება იმ რეგიონში და ეს რეგიონი წყვეტს როგორ დააფინანსოს ცენტრალური მთავრობა და ცენტრალური მთავრობა ხდება უკვე დამოკიდებული რეგიონებზე და მან უნდა მოაწონოს საკუთარი თავი რეგიონებს, რომ მათ დააფინანსონ ის სერვისები, რომელიც შეიძლება მარტო ცენტრალური მთავრობის მხრიდან იყოს მიწოდებული, მაგრამ აი ეს რო ასე მოხდეს და ჩვენ დავიმსგავსოთ შვეიცარიას, დავიმსგავსოთ ამერიკას, თუნდაც ეს არ იყოს მარტივი და მოკლე გზა, ამას უშლის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. რომ პოლიტიკურ სპექტრში გავრცელებულია ეგრეთ წოდებული მზრუნველი მთავრობის იდეა, როცა მთავრობა ადამიანებს პირდება ან პოლიტიკოსებს პირდებიან, რომ იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე, იზრუნებენ მათ განათლებაზე, იზრუნებენ მათ რა ვიცი, კეთილდღეობაზე, ყველა მხრივ დაეხმარებიან და სინამდვილეში შინაარსობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ასეთი პოლიტიკოსების ხელით ხალხს ართმევს გადასახადებს, ზღუდავს სხვა თავისუფლებებს, რომ მერე ცენტრალურად დაეხმაროს მათ, ვისაც თვითონ ჩათვლის საჭირო. და ეს ბუნებრივად იწვევს ცენტრალიზაციას. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა და ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები და დეცენტრალიზაცია, პრაქტიკაში ყველა პოლიტიკური პარტია პირიქით აკეთებს ამას და პირდება, რომ ჩვენ მოვალ და ვიზრუნებთ თქვენს მოგაწვით უფასო წამლებს, აგიშენებთ გზებს. არადა დეცენტრალიზაცია ნიშნავს იმას, რომ როგორი სკოლა უნდა იყოს, უნდა წყვეტდნენ ადგილზე ადამიანებს. იმათ უნდა ქონდეს თავისუფლება ცენტრალური მთავრობისგან. როგორი გზები და სადააშენოს, ასევე უნდა გადაწყვეტოს შეიძლება რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალის იქეთ ადგილობრივ მოსახლეობამ, როგორი უნდა იყოს პოლიცია, მოსამართლე და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობამ უნდა გადაწყვეტოს და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს უფლებამოსილება არ უნდა ქონდეს ცენტრალურ მთავრობას და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვყავდეს ეგრეთ წოდებული მზრუნველი მთავრობა.